დარწმუნებული ვარ, ამ ქალის ამბავში საკუთარ თავს 90% თქვენგანი დაინახავს. ეს ქალი ყვება, რომ ეზოში უბრალოდ სვამდა ჩაის და გაახსენდა, რომ არ ქონდა დანალევი წამალი. შევიდა სამზარეულოში იმისთვის, რომ დაილია წამალი და შეამჩნია, რომ წამლის დალევის მაგივრად კაფელს ხეხავდა. კაფელის გახეხვის შემდეგ დაიწყო სალათის დაჭრა და მერე შუა პროცესში შეამჩნია, რომ ჭურჭელი იყო უამრავი დაგროვებული. გადაწყვიტა, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩაერთო. ამბობს, რომ ამის შემდეგ გარეთ გავიდა და დაინახა, რომ შესაღები იყო შემოსასვლელი კარი და ამ კარის შეღებაც დაიწყო, მაგრამ შუაგზავში მიატოვა, იმიტომ რომ დაინახა გაღებული გარაჟის კარი, მიხვდა, რომ იქ საშინელი არეულობა იყო და იქაც წავიდა, რომ გარაჟი დაელაგებინა. გარაჟის დალაგებაც შუაგზაში მიატოვა, სარეცხი მანქანაც ჩართო და ამბობს, რომ არა აი ეს ვიდეო, რომელიც გადაიღო, ისევ დაავიწყდებოდა წამლის დალევა. იცოდეთ მეგობრებო, როგორ ახლოსა ეს ყველაფერი ჩემთან და როგორ დამღალა ამ ყველაფერმა და როგორ დავიტანჯე, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრი თქვენგანიც ხართ ასე. ეს არის ერთ-ერთი სიმპტომი იმის, რომ გაქვთ ADHD. მე ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ მაქვს ADHD ბავშვობიდან, მაგრამ არ ვიცი ამ ყველაფერს რა მოუხერხო. მე პირადად მეხმარება ბლოკნოტი ვიწერ ხოლმე, აქ რა მაქვს გასაკეთებელი, პუნქტებად წერ და ამის მიხედვით კიდევ რაღაცნაირად შემიძლია ხოლმე, რომ არ გამექცეს დრო და იმ საქმეების ნახევარი მაინც გავაკეთო, რომელიც დავგეგმე. ვინ ხართ კიდევ ასე და როგორ მკლავდებით, დაგვიწერეთ.